ახალი კოლეჯებისა და პრაქტიკული სწავლების სახელოსნოების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში, ქედასა და შუახევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. 2022 წელს დასრულდა ახალი ლოკაციების განვითარება ხაშურის, წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ამასთან გრძელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თბილისში, ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისსა და გურჯაანში. ახალი კოლეჯების მშენებლობასთან ერთად ასევე შენდება ახალი პრაქტიკული სწავლების სახელოსნოები. 2022 წელს სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა დასრულდა გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, ფოცხოეწერის, წალენჯიხის, ქობულეთის, ამბროლაურის, ფოთის, ცხეთის მუნიციპალიტეტებსა და თბილისში არსებულ კოლეჯებში. სახელოსნოების სამშენებლო სამუშაოები გრძელდება ასევე ქობულეთის, ფოთის, წალენჯიხის, წინამძღვრიანთკარის და თელავის კოლეჯებში. პროექტის ბიუჯეტი 215 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.